რაიონის მშრომელებმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მომავალი პლენუმის აღსანიშნავად გაჩაღებული შეჯიბრების შედეგად რამდენი ახალი ამბავი ხდება ქვეყანაზე და მე ახლა გავდივარ პენსიაში. ესაა საქმე? აბა, ასლავი ხომ არ უნდა იმუშაო, შედალოცვილო. დაბირდი და გულს მაინც არ იკეხავ. როცა კაცი მუშაობაშია ჩაბული ჩემო ნატალია, თავს ახალგაზრდად გძრობს. მოგიძებნე ეს შემცვლელი. გამოძებნიან ვინმეს. გამარჯობა, გამარა. გაიღვიძე? შეგარგე გუბი შინდელი დღე რა. ზღაპრად გადამეცა შენ მახილონ დამატკბო გული გახარა თითქოს გავთაგულხვა დაიბერდაზეცა ვარსლავები წინწინით თავზე დაგაყარა თითქოს გავთაგულხვა დაიბერდაზეცა ვარსლავები წინწინით თავზე დაგაყარა ითვლის სიცოცხლის უკანასკნელ ძამებს თითქოს თვითონ სიბნელეც აენთო დაიწვის ამისთან ალამაზმა უჩვეულო ღამემ უჩვეულო ლამაზი სიყვარული იცის ამისთან ალამაზმა უჩვეულო ღამემ უჩვეულო ლამაზი სიყვარული ლამარა ლამარა გაიღვიძე შვილი იცი როგორ მეძინება დედა ადექი უპედროა 5 წუთი კიდევ 5 წუთი 6 საათია დაგაგვიანდება ლამარა არ მინდა სულ არ წავალ სამუშაოზე ნეტავ შეიძლებოდეს რომ არ წახვიდე ადექი გენაცვალე ადექი შვილი ერთგე აბა ადექი ოჰო ეს ვინ არის
არ მოგდონს? სახით კარგია რა უშავს. რა ოჯახის შვილი? მამამისი ინჟინერია. სწავლობს? ეხლა დაამთავრეს. გიყვარ? ხო. ხალ მოიყვანდა გაგაცნო. Давид, Наталья. საღამოს პროგრამა ასე. შესავალ სიტყვის მინისტრი. ან პირველი მოადგილე. ნამდვილად? კი, ექსაქტი შეთანხმებულია. 50 წელი ადამიანი ფოსტას ემსახურება და ორ სიტყვას დამატია. აბა. მოხსენებას აიკითხავთ თქვენ. ახლა მე მოხსენებისათვის ალია? მოხსენება უკვე მზად არის. ხო, მერე? მილოცვები და საჩუქრები. საჩუქრად რასაპირებ? მაცი ვარ შენჯირიმე და მერს რომ იკეტება. მაცი ვარ უნდა გამოიტანოს სცენაზე. პასპორტ ჩავაბარებ. მაცი ვარ სახში ვარ. პასპორტი ეფექტს მოახდენს. მე აპლოდის მეტერს მივაშველებ. მე კონცერტი. დია. ეხლა ეს კარგადაა მოფიქრებული. ძალიან. ხოლო ეს ჩვენი საჩუქარი მოულოდნელი უნდა იყოს გიორგისათვის. მართალია. შენ ცოტა გძელი ენა გაქვს და გაფრთხილებ იცოდე. მე პატივცემულო არისო? დიახ, თქვენ. ჩემსავით ვინ იცის საიდუმლოების შენახვა. კარგი. ერთი კონცერტის შინაარსი გამაცანი. უკაცრავთ, უფროსი თქვენ ბრდანდებით. არა. აი იქ არის. მარტო. შეიძლება? მოგზადით. დავძენ. გამარჯობა ხენია. გამარჯობა. რა ვახა? მადლობ, კარგად. როგორ ახალ გოგუებო? კარგად, მადლობ. კარგად იყავი. ზია გიორგი, შეიძლება? არ გამწყვეტ და ხვალდილას მათი ვართ მიიღებ საჩუქრად. უშეშ მაგას. კარგი. კარგი. გამარჯობა ციანა. გამარჯობა. რა? არის. გამარჯობა გვრიტებო. გამარჯობა. მოიცა გიორგი. გამარჯობა. რაღაც მინდა გითხრა საიდუმლოდ. ხმა, კრინტი. ხვალ მოულოდნელი უნდა იყოს, ჩემთვის ეგ მაცივარ. გამარჯობა რუსიკო. რა ვახარ? კარგი დაგათხოვდა ხო? არა, ო, უბრალოდ სახნავა. როგორ წანდები? როგორ გიგიხარ? მადლობ, კარგად, როგორ წანდები? ნუ კარგად წანდევან. კარგად იყო. გაგივა. შურა გამარჯობა. ჰალო, რაგრება გადალი. რაგრება გადალი. ბატონო, გავგზავნე ბატონო, მე ვერ გავყვები თქვენს პაკეტს. დიახ ბატონო. რას მიშვები, გიორგი? 10 ჯერ თხოვეს რაც მომიტანებენ. ხვალ გაზეთი უნდა გამოვიდეს. ხო მოგიტანე რაცო? რა, რაც? არა, შენ არ იყავი და აგრაფინას გადავეცი. და გადავეცი. 25 წლის წინ გადაღებული სურათი? აბა შენ ბებერი კაცი გინე დამხატო გაზეთში?
ხუმრობა ეგეთი იყო და შენი სურათი მომიდანე ლენინის ორდენიდან მედლებით ვიყავ გადაღებული. აი, მაგაზე არ გეტყვი უას. გიორგი. საიდუმლოა, მაგრამ გეტყვი. საჩუქრად მოდის მაცივარი. ჰა? ჩვენთან ძალიან ცოცხალი სამუშაოა. მოძრავი სახალისო. მუდამ სუფთა ხაერზე იქნები. უბანით ძალიან კარგი მოგანდა. აჰა. აქ მუშებიც სწორად. აკადემიკოსებიც, ინჟინრები, ექიმები. ფაბრიკაც არის აქ, თეატრიც, კინოც და ყველაფერი რაც კიდე სულო და გულო. რაიქოშვილო. აგატირებს. თუ არ მოგწონ სამუშაო ვიგაძანებს. მიგზავნიან მეც კადრებს. შეიძლება. მობძანდი გიორგი. გამარჯობათ. გამარჯობა. აი, შენი შემცვლელი. ახალგაზრდა ენერგიით აღსავსე. ეთყობა ცოცხალი გოგონა. უწინამძღვრე და გარკვია საქმეში. რა ქვია გოგონი? ლამარა. ლამარა. კახი. კი. მოდი აქ შვილო. გიორგი, ეცეთ. დიახ. მინდა საიდუმლოდ გითხრა რომ მაცივარი. უკვე ჩაგკაკლეს? კი. მადლობა. ნახავთ. მოდი შვილო. აბა ნანა გენაცვალე. გეოგრაფიას სწავლობ შვილო? დიახ, გეოგრაფიას სწავლობ. ისწავლე, გენაცვალე, ისწავლე. შენ და შენი ტოლები ნავიგაციას ერთად დედამიწას ქმედი იქნება და მის გარშემო რაც აკვას მასში. გიორგი, გირის მამის წერილები აგვიანებს და ფოსტაში ხომ გუშინ წინ არ მიიღეთ, დედაშა. მე ჩემი შვილის ხელი დაწერილი წერილი მიიღე. კაცი ანტარქტიდაშია და აქედან აქობამდე წერილმა დაიგიენოს რა გასაგირია. შეკაი კაცო, მოსკოვიდან დილით გადაფრენილი ადამიანი უკვე ვაშინგტონშია და რომელ სიშულეზე მელაპარაკებს? ეგეც მართალია, მართა იცოცხლე. გამარჯობა, გალინა პეტროვნა. მოგზანდით ბიძე გიორგი. მოდი. ახალი რა არის? ბევრი საინტერესო ამბავი, გალინა პეტროვნა. ჩვენმა რაკეტამ მთვარეს მიაღწია. საბჭოთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარე ვაშინგტონში გაფრინდა. თბილისის ახლოს
დამთავრდა ატომური რეაქტორის მშენებლობა და დანარჩენს თქვენ თვითონ წაიგეთ. ეს გოგონა ხვალიდან თქვენი ახალი პოსტალიონი იქნება. კარგი. ლავარა. გამოჩენილი მფრინავი რომ არის. ეგოროვი. იმის ოჯახობა და მაგისი ქმარი ისე თვითმფრინავზე ზის, რომლის სიჩქარე სახელმწიფო საიდუმლოება. კარგად წავდებოდი. კარგად იყავი, გოგოი. ლავარა. ამ მეხუთე სართულზე თუ გვაქვს რამე ასადანიში რო. დასწრული წერილია, ბიჭი გიორგი. თამარას მაძის სახელს. ხაბაროვსკიდან, ხო? დიახ. მოვეცი. როგორ მიჭირს ამ მეხუთე სართულზე ასლა, რომ იცოდე? გნებავთ მიავიღე. არა, შვილო. სული და გულით მიჭირს, თარა მუხლით კი არა. მერე რა ბედნიერი ოჯახი იყო, ქმარი ინჟინერი, ცოლი კიდევ ექიმი. მერე? კაცი ერთი წლით გაგზავნეს ურალში სამუშაოდ. მერე? არ დაბრუნდა. გონებ, იქ ვიღაცა შეუყვარდა თუ არ ვიცი, ერთი სიტყვით 3 წელიწადი გავიდა, წერილიც მოიწერა, ნუ მიცდიო, მაგრამ ეს მაინც უცდის. მერე რამდენს უნდა და მისი ცოლა ჩერდო, ეს ხაბაროვსკიდან. ქალი მაინც იმას უცდის. არ უნდა ოჯახი დაანგრიას. მომზადე. ალბათონი თამარი. გაზღაულია ხაბაროვსკიდან. თამარი. წავით. სულ წავიდა იმ კაცთან. რას ბრძანე, ბატონო? მე ბავში. ოჯახი. მეც ბევრი. ურჩი. ნუ მიდიხარ. ბავშვი ცოდო. კიდევ ერთხელ მისწერე ლევანს. ასე მიპასუხა. იმისათვის მივწერო, რომ ასე გაუხსნელი წაუკითხავი დამიბრუნოს. არა. აღარ შემიძლია მეყოფა. მივიდივარ. არ გიყვარს ის, ვისთანაც მიდიხარ, არ იქნები ბედნიერი. ასე მიპასუხა. ახლა კი ვარ. იცი რატომ წავიდა გივი ხაბაროვსკში? ჩვენ სამივენი კარგი ამხანაგები ვიყავით ინსტიტუტში. როცა მე ლევანი ვარჩია და გივის უარი უთხარი, მან მიატოვა გაურობა და წავიდა. ახლა კი, როცა გივიმ ჩემი ამბავი შეიტყო, სულ წერს, მეძახის. ხოდა მეც მივდივარ. რა ბედნიერი ოჯახი იყო. როგორ მიყვარდა მაგათ სახლში კარების შეღება. ლევანი ყოველთვის მეტყოდა. აუ მითხარ გიორგი, თუ ყავს ვინმე ჩემის თანახან?
ამ თუ არის ჩემს ბედნიერი ვინმე. როცა უბრალში მიდიოდა, ასე დაიმყარა. გიორგი, წერილებს ყოველდღე გამოგზავნდი, თამარს და აბა, შენიცი. მერე წერილების წერა რომ შეწყვიტა, ხალი ძალიან მებრალებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის. ვიცი რაც გაწახებს გიორგი. მაგრამ არ. ლევანი მოიწერება და ჩამოვა კიდევაც. და ახლა ხალი ხაბაროვსკში წერა. დამწვა იმის მაცოდო. წასვლის წინ ვეღარ მოითმინა და მითხრა. მივდივარ. დააგდოვებ ყველაფერს. ჩემს ბედნიერებას, სიხარულს, ახალგაზრდობას, სიყვარულს. ახლა რომ შემოაყოს კარი ლევანმა და მიბრუნდეს ყველაფერს ვეპატია. დღეს კიდევ ხაგიქვიანი იქნება. ისე წავიდა რომ სიტყვითაც ვერ ვამიგეში საბრალო ქალი. თამარ რაზნადე ჩაიბარეთ დებეში. ყველაფერი უნდა მაპატიო. შენზე ძვირფასი არ არიან მყავს. მოვფრინავ ტუთი, რეისი მე-7. ვიქნები 14-ში. თუ გიყვარდე დამხვდი. შენი ლევანი. ვაიმე, ეს რა მოხდა? ერთმანეთში მიჭირი. მომიწერეთ ხელიანს. მიუსწრებ ახლა მატარებელს. ვაიმე. ბიჭო, ეს დილით მიღებული დებეშა, რა იქნებოდა ერთი ფეხით ადრე მოგედა? შენისთან ახალგაზრდა ამ დებეშას ახლა იმ ქალს კიდევ დროზე მიუსწრებდა. კაცო, მე? ხო. ვინ, სად, რანაირად? თბილისშია, ხო? დიახ. მე-5 თუ მე-6 ვაგონი. დაბერებულ ხარ ამ პოსტალიონობაში, კაცი და პოსტალიონობა ვერ გისწავლი. გავა, მატარებელს გამოვეკიდე უკან. იქნებ გაფრენს დავედევო კიდე. ბიჭი გიორგი, მე დავიღებ დებეშას. მომიწერე დაო ხელი, მომიწერე. კაი, დებეშას აგვიანებ და კიდევ აქ იდგეთ. ლამარა, აბა, ჩქარა. ჩიტო, ჩვენ მიდივართ სადგურზე. მარჯვე კაცი კიდე მიუსწრებს მატარებელს. გაჩერე. აბა. სადგურში ჩქარა შეიძლება. შეიძლება ჩქარა. ეს როდისაკეთ პოსტალიონებმა ტაქსი დაიწყეთ პოსტის დარება. ჩემო ძმაო, გაჭირება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო ხომ გაგიგონი. ჩქარა ეგება მოსკოვის მატარებელს მიუსწრებს. რაო? შენი გულისათვის მოძრაობის წესები დამარღვიო? აბა შეკაი კაცო. თუ ხალმა გაგვასწრო, მაშინ დაინკრა ოჯახი და ეკა. ბა. ხალი გაგიქცა? ერო გამექცეს მაღაზე ვინი დართებს. საქმე იმაშია, რომ ოჯახი ინგრევა. მე მაგ ოჯახს კარგად ვიცნობ. ქალი ექიმია 27 წელსაა. ქმარი ურალში ყავდა და დღეს ჩამოდის ტუთი. გიზიასნებ, წესამდე ახალი ხარ? ჩემი ბრალი, ამხანაგო სერჟანტო, მე ვაჩქარებდი და ამხანაგო მატარებელზე გოგია. ძალიან გთხოვ, არც ეგვისი, მართვის უფლება მომეც. და აგერ დებეშა მაქვს და ამხანაგო ხსავრი არ ვიცი, მე ამასთან მოგდაქვი. შენ რა ოჯახის დაგრევა გინდა? ბავშვის სულ მომოტატოება? ქმარი უნდა ჩამოვიდეს ახლა და. გაიგე რა. ცოლი მიდის მატარებელს. ჩვენ გასაგებია? ძალიან გთხოვ, ამხანაგო სერჟანტო, დაგვეხმარა. რა ვერ გაი? მატარებელი მიდის და თარბარ თებეშა გამოუხდა. თუ ის კაცი ჩამოვიდა და ეს დიდი მადლობა.
დაინგრა ოჯახი. იმ სერჟანტის ბრალ. აბა. რაკნა. ხეთაში დავეწევით, მაგრამ ხარა. ლევან. სადაც თამარი? ბავშვი. სადიდან? აეროდრომზე? არა. აბა. სულ წავით. შეწავით. წერილს დაგიტო. არ მეგონა თუ ჩვენ სიყვარულს ასეთი ბოლო ეკნებოდა. მივდივარ. შვიდობით. თამარ. არჩენებს აქვს ბიზია გიორგი. ხო, ჩუმათავადეთ რა. ახლაც მოშე, მე რას მიპირე? ამას უნდა შემასწინოს და ბოროტმოქმედება ჩამადედი. მოდი ჯერეს პატრონს ჩავაბარო. მე ვთხოვოთ. თან იქნებ ხემოგწე. ჰა? კი. დავა. აი დაზღეული წერილებია და მომზადე გიორგი. ეს ქალიშვილი შენი ასისტენტია. ეს ხვალიდან თქვენი ახალი პოსტალიონი იქნება. ხოჩა გოგონა? რა მარაქვია სახელად. შენ? მე კემიდია პენსიაში. აბა დავერდი, თო გიორგი. თქვენთვის რა დროსია ბაზონა. მე კი ანაგი. ერთად ხო არის მაგ თქვენთან და თუ შეიძლება რა დამთხოვ ახლა შენ ისეთი რომ არ შეგისრულო. ეს მარგები თუ შეიძლება რომ ავაწროთ. შენ ცაგრავე. აი შენ მართლაც კარგი კოლექცია გექნება.
მე არა და ერთი ახლობელი მეგობარი მყავს და ის არის მაგის მოხალისე. მოგზავნეს, სად არის? სიამოვნებით გავეცნო. აგერ კარებთან დგას და ახლა ეს მოძვილია, ეს გახდა. ხოდა, რა მომცახა შენ ამარკებში მე? ავსტრალიური. ავსტრალიური. სვანა კენგურუს დაგიმატე. კენგურუს. აბა ნახოთ ახლა კენგურუს გაჩვენებ შენ. მოდი ახლოს ბიჭუნა. გაქვს ასეთი? არა. არა გაქვს. აბა? ასეთი? ასეთი მაქვს. ხო? ასეთი. უყურე შენს. უარ ფილატელისტი. ესეში ცხოვრობ და ერთმანეთს არ იცნო. გიგახიც. დარიელ დადიან. დარიელ. დედაცოშა. ერთი ბილეთი. ლამარა, ეხლა მე და შენ პოსტაში შევიდე. ეს ჩანთა იქ დავტოვოთ. 1 საათის შესვენება გვაქვს. მოდი ვისაუბროთ. სად? წავიდეთ ფუნიკულიოც. კარგით. აქ დავჭდეთ. ლამარა, დღეს შენ ჩემი სტუმარი ხარ. არა, ბიდია გიორგი, თქვენ იქნებით ჩემი სტუმარი. ეგ მერე ქორწილში. ორი ხაჭაპური, კიტრი, პამიდორი და ცივლიმონა. სამართლიანი კრიტიკა. ვიზი ამბობ? ისევ აკრიტიკებენ გომელაურს. ხომ? ჩვენს ხატვა? დიახ. თქვენ იცნობთ? რამდენჯერ უსკამს დაგხატავ. მაინც რა გვინდაო? რა სერჩია? და მხოლოდ ჩვენი თანამედროვე ადამიანის სახისთვის არ მოინახა ადგილი მის ესოდენ მრავალფეროვანსა და მრავალსახვევარ შემოქმედებაში. არც ღირს ამის დაკითხვა. ეს უნდა ახლა იმ გულსუს კაცს. მე რა გზნობის ადამიანია. წარმოდგენილი მაქვს, როცა წაიკითხავს, რა ხასიათზე დადგება. მობრძანდით. აქა მშვიდობა. გიორგის გაუმარჯოს. მობრძანდით. მობრძანდით. ხედავ, საინტერესო სტუმარი მოგყავს. გამარჯობათ. ეს შენი შვილიშვილია? არა, ეს ჩემი შემცვლელი გახლავთ. ხვალიდან პოსტას ეს მოგიდეთ. მიდიხარ გიორგი? რა? მერე და ჩვენი ამდენი ხნის მეგობრობა? ეგ უცვლელად შევა, ბატონიკო. რა თქმა უნდა. მობრძანით აქეთ ხილი მიისწრეთ. დაბრძან. ინე. მაგრამ რაღაც ვერ ახარ თქუნება. ცოტა საწყენი შემხვდა და
რასაწყენი გიორგი? გუშინ კრებაზე გამაკრიტიკეს, მეწყინა. მთელი ღამე არ მიძინია. მადლობთ. ეგ რასაწყენია? კრიტიკა კარგია, კრიტიკა დახმარებაა. თუ დახმარებაა, მაშინ თქვენს გეხმარებიან ამ ჟურნალში. რა, მაინც რით მეხმარებიან? ავტორი უმართებულოდ წერს. და მხოლოდ ჩვენი თანამედროვე ადამიანის სახისთვის არ მოინახა ადგილი მის მრავალფეროვანსა და მრავალსახოვარ შემოქმედებაში. აი, ინებეთ. არც კი ღირს პატრონი იყო ამის წაკითხვა. მაინც გადავხედავ. არა. რა მოხდა რა? შარშან უზარმაზარ ტილოზე მთელი ქარხანა დახატა. და მაინც იმას უკიჟინებენ ჩვენ სინამდვილეს არ ხატავს. კი, მაგრამ რომელ თანამედროვე ადამიანზე ლაპარაკობთ? ანდა მინდა ხატოს? შენ? არა, მე რატომ? მარა ლამარ. კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო ნიკო, აი ინებეთ. ნახვამდის. გიორგი, ერთი მანდ მომიცადეთ. თუ შეიძლება ერთი წუთი. აი, აქადი. აბერტი, ჩემოგზავნით. აქ. აქა. ცოტა მარგი. ერთი წინ მოგზავნით. მოგდაი.
კარგად იყარით. რამოდენიმე სეანსი კიდევ დამჭირდება. როდის გეცლებათ ხვალ? ხვალ მუშაობ. კვირას ხომ შეგიძლია? დიახ. კვირას იყოს. კეთილი ასე იყოს მას კვირამდე. კარგად ძანდებოდეთ, იცოცხლეთ. ნახვამდის. ტელეგრაფის სიძევ. დღეს შეინ ლამარა ვნახე ვიღაც ბერი კაცთან ერთად. რაო? თეთრი წინწკლებიანი კაბა ეცვა. ზურგზე ამოდენა პოსტალიონის ჩანთა ეკიდა. ხელში კიდევ უამრავი ჟურნალ გაზეთები. რაც მიედმოედე? სტაცერ! ეს შეუძლებელია. გეუბნები ჩემი თვალით ნახე, შენს ლამარას არ იცნო თუ რა. Rada gemartı şu. ლამარა ეს რა მასკარადია? ვაჟა ეს მგონი ის გოგონა არის. შენ არ გითქვამს ჩემთვის რომ ის პოსტალიონია? მადრავე ქალბატონო მარიამ, არ შეიძლება თვითონ გაარკვიონ თავიანთი საქმე. მე მეგონა მეხუმრებოდი შენ. პოსტაში რა მიგიყვა? რაიკომა გამგზავნა. მე? სხვა ვერაფერი ვერ შეერჩი. რჩევა შეეძღა შემრჩა. კიდევ კარგი რომ ოფიციანტად არ წახვედი. რატომ არ წავიდოდი? უკრარა ხომ არა ვარ. რა არის სათაგილო? მეტი რაღა იქნება. ბიჭებმა მასხრათა მიგდეს. ჩემ გამო? დიახ, მაგ შენი ჩანთის გამო. მიუგდე ემბერი კაცი ახლა ვერ ჩანთა. არა. Tamara. აღარ გიყვარ ვარ. გადააგდე იქ ჩანდა. არა. არა? კიდევაც მიყვირი? დიახ. არა. არა, ლამარა წესიერი ჭკვიანი გოგონა ქალბატონო მარია. შეიძლება ჭკვიანიც იყოს, მაგრამ ქუჩა სიარული ქალიშვილისთვის. ხება რა მოსაწონი? როგორ თუ ქუჩა სიარული? არა, პატივცემულო გიორგი. ამას თქვენ საწყენად ნუ მიიჩნევთ, მაგრამ პოსტალიონს სახლში რძლად ვერ შემოვიყვან, ვერა. იმეორებ გადააგდე იქ ჩანდა. არა, ხომ გაიგი, არა. არა? მაშინ წოდე რომ ჩვენ შორის ყველაფერი გათავდა. გესმის? გათავდა.
ამდენი ხანია მაგ ოჯახს ვიცნობ და თურმე არ ცნობი. თქვათ ეს ჯერ ახალგაზრდაა და დაუფიქრებლად მოუვიდა. რა მოხდა მე? გონსმოა მიხვდება და თვითონ მოა შენთან დაწყვეტი. მაგრამ მე ის უფრო მწყმის, რაც დედა მისმა იკადრა. რავა, მე თუ პოსტალიონი ვარ, ადამიანი არა ვარ. მე და ჩემი სტანები სამოწყალოდ ვემსახურები. თუ მაგას თუ ქმარი პროფესორი ყავს, ჩემი შვილი მეცნიერების დოქტორი. და ჩემის პოსტალიონობით იმას ხელი არ შეშლი. რა სამუშაოზედაც არ უნდა იყოს შვილო, ადამიანი შრომა კი არ ამცირებს, არამედ ამაღლებს მას. ხოდა ჩამთამოკიდებულმა ამ შეგნებით გავიარე მთელი ჩემი სიცოცხლე. არაფერია შვილო, პირველ სიყვარულს მუდამ მოსდეს ასეთი უსიამოვნე. გული არ გაიტეხო. დაგიბრუნდება შვილო და მერე უფრო შეგიყვარებს. არა, ის სულ სხვანაირია, ამაყია, და არ დაბრუნდება. არ დაბრუნდება და ნურც დაგენანება. ეგ ჩანთა, შვილო. არ მინდა, არც თქვენი ჩანთა და არც პოსტალიონობა, არ მინდა. ჩანთა ბერი კაცო და მართლაც მიუგდე. მივატყორე. ძალიან უძრდელად მომივიდა ძალიან. შოურაწყობა მივაყენე. რა უთხრა დედას? მამას. ყველას. რითვი მართლო დავი. არა. არა, სიარი ვარგებს. ყველაფერი ქუჩა, კარგია. რატო? რისთვის?
ამ ბინაში ქარხნის დირექტორი ცხოვრობს. შვილო, ეს კარები ღია რატომა? სახში ვიბრძანდები. არანი ხარ? უცნაური. ახლა თვითონ ქარხანაშია. ცოლ-შვილი აქ არ ახავს. და ეს კარები ალბათ ღია დარჩენია. ეს როგორ მოვიდა, ბიძია გიორგი? ასე იცი შვილო, როცა 5,000 დარდი აწუხებს. შვილი ყავს ავად მძიმედ. აქეთ კიდე ამხელა ქარხანა. კარგია დროზე მოედით. არა, ვინ იცის, კარები ღია. აი, ლამარა, მოვიძებდა გენესოლე. ქარხანა დირექტორი. 3:15:25. თუ შეიძლება დირექტორს თქვათ. მის მინდა მრეგა. ჩემი გინიდან? შევედი. ეხლა ნამუნდე. ისმენ. მე გახლავარ, გიორგი. პოსტალიონი. თქვენი ბინი დამრეკავთ. როგორ ჩემი ბინიდან? კარები დაგჩენია ღიაბადა. კარები ღია დავჩენიაო? როგორ მოხდა არაფერი მესმის? გიორგი, თუ იცი ბინაში ქურდი? არა. ყველაფერი იგზია. ძალიან გთხოვ დამელოდო. აღელდა კაცი, ქურდები ხომ არ არიან ბინაშიო. აი მე ბიძია გიორგი, იქ ნუ მართალი. ნუ გეშინია შვილო, დაჭერე. აუ შუადღისას, ქურდი. არ გაიგონია. ქურდა უნდა ვლელიღავე. ბიძია გიორგი, ქურდები რომ დახვედროდნენ, რას იცავდით? დამხვედროდნენ და მილიცია და მისი ჯარი. არ შეგეცოდებოდა? არა შვილო. ქურდის შეცოდება არ შეიძლება. ლამარა. დაუგარი შვილო. დაუგარი.
ზოგიერთი ისეთი სუნდაბალი ადამიანები, რომელთაც ასურთ. მიხედო და დაინახო რა ხდება ქვეყანა. გვერდსულია ცხოვრება. შენ იშრომებ ის ამ შენ ნაშრომს. მოყარას და წაიხე. თუ ახლა ადამიანს სინთეზის რაიმე ნატამალი გააჩნია და ოდნავ მაინც დამოყარეობა, ქურდებას აიგებს. პატიოსანი შრომით ადვილად იცხოვრე. ვინც ახლა ქურდობას ეწევა ის სუნდაბალი ნეტაცემული ადამიანი კარგად აგინახეთ სად გძანდები მე ვარ ნეტაცემული მე ვარ ქურდი რაც აღახარ დაუძახე მილიციას აღგვიგებს მე შეხავდი ახლა მეწობლები დაწყნათ მე შენ გირჩი დაჯერ გეუბნები გეწყინ ქურდი რომ გიწოდე ხო? არა მითხარი დამსხვის ბინაში დანი ხელში აქ ცხენია უნდა მიჭირდეს ქურდობას რა ვიკადრებ კაცი მოწი ასე რამ წაგახდი აქ ცხენია რა გიშლის პატიასთან გზას დაადგე შევწდი ერთხელ მოვიპარე სასჯელი მოვიხადე 5 წელი ვიჯექი სიტყვაც მივეცი ეთი აღარ ვიქურდა მერე ვაშკაცმა საკუთარ სიტყვას უღალატე მეც მინდა პატიოსნად ვიშრომო მერე ვინც გაიგო ჩემი წარსული ახლოს არავინ განიკარა
თქვენი მადლობელი ვარ. მე დავა. ცოტა ხალ დაიცე. გამარჯობა გიორგი. გამქურდეს? ნუ გეშინია, ყველაფერი იცი. დავზარდი გიორგი. მადლობა. ძალიან კარგად მახსოვს, დავკეთე კარი. ხდება. ეს შენი შვილია? არა, ეს ხვალიდან თქვენი ახალი პოსტალიონი იქნება. გადაწყვიტე პენსიაში გასვლა. რა ქვია. ეს ერთი ჩემი კარგი ნაცნობის და სამუშაოს ეძებს. მე? ოდა ეგ მინდოდა მეთხოვა თქვენთვის. მივიდეს ქარხანაში. კადრების განყოფილებაში. ჩვენ ხალხი გვჭირდება. არა მაგის საქმე 5 წელი ისდა ქურდობისთვის. არა სასჯელი მოიხადა. ახლა პატიასნად უნდა იცხოვრო. რის გაკეთება შეგიძლია? იქ ზეინგლად მუშაობდი. მადლობაც ამაქვს მიღებული. ოდა ძალიან კარგი. მოდი ჩემთან. ხომ გითხარ? ამას ერთმა ვარმა რაღაც უარი უთხრა სამუშაოზე და მე იმედი დაკარგა. კარები ნახა ღია და კინაღამ შეცდა კაცი. ამას თავდებო? მაგას ახლა რა ვაწყობ, სადაც საჭიროა? Hallo. მორიგე ხარ? Hallo. შენს ბედზე ტელეფონი გაფუჭდა თორემ. აბა, კაცი ახლა ვეხედავ. თვალთან არ დამენახო. დამიცადე. კარგად დავდებოდეთ, პატივცემულო ირაკლი. დაიცა გიორგი. ეგ ჯერ რა მაგისი? იმუშავებს პატიოსნად. თუ ახლა ამ ხნის კაცმა ადამიანის ცნობა გარჩევა ვერ ვისწავლებ. კარგი. აბადია ჩემო გიორგი. კინაღამ შევსწრებ ქალიშვილთან. შენ დაველოდე? ეხლა ეცამოხვალ ჩემთან ქარხანაში. ესეც ახალი სახლია შვილო, ლავარა. ჯერ ყველანი არც შესახლებულა. ერთი პირველ სართულზე ცხოვრობს, ერთი მესამე სართულზეა, ორიც კიდევ მეხუთე სართულზე ზევით. ჩავაბარებთ ამ წერილსაც და ჩვენი უჩვეულო დღეც დასრულდება. მართლაც უჩვეულოა. თითქოს მთელი სიცოცხლე გარიარ. შვილო. ჯერ კიდევ რამდენი გზა გაქვს გასავლელი. აიქ ცნობილი ფოლადის მდნობელი კაკაბაძე ცხოვრობს.
ჯერ ორნი არიან. მაგრამ მალე სამნი იქნებიან. ეკე მასწავლებლის ოჯახია. 3 დღე რაც ახალი ბინა მიიღო. ალბათ ვაიმე. მიდიე გიორგი. სასწრაფო დახმარებას გამოუძახეთ. მე გავიქცევი. ტელეფონი მეზობელ სახლშია. პირველ სართულზე. მამარა, შვილო. ჩემ ქორწილს დაურეკეთ რუსთავში. დაძეკ შვილო. დავწე. დაძეკ. მიდიე გიორგი, მარტო არ დამტო. არა. ეშინია. აქვე ვიქნები. თუ რამე დაგჭირდეთ, დამიძახ. Yamanide, გამოდის კი მოედის ცენტრში. ეს ალბათ კაკო მოვიდა. ხელიდან უარდება დასმა, არის. ებეშა? მოიდა, ხელი მოაწერა. ჩქარა, ხომ ხედავ ჩვენებს ბურთი გა. თუ შეიძლება, ტელეფონზე მინდა დავრეკო. ძალიან მეჩქარება. განთან მგონი ტელეფონია, თუ შეიძლება დავრეკა. მაინც რა საქმეზე რეკავა? მერტო ჩემო, ნუ თუ ასე ძნელია ტელეფონზე დარეკა. ავტომატი? აგერ იმ კუთხეში. ვერ შეძდა ბუს მევაშინდა. ხოლო შემთხვევით თუ შეიძლება ერთი წუთი სასწრაფო დახმარება უნდა გამოვიძახო. სასწრაფო დახმარება. მე შენ პენსიით უზრუნვებ. ალო? სასწრაფო დახმარება. ქუჩა? ერეთლის. ვაიმე, საერთოდ. მოკლეს? ვინ მოკლეს, ვინ? რაღაც უბედურებაა. ალო? ალო? სასწრაფო დახმარება. მესმის. ვინ მოკლეს, ვინ? არავინ მოუკლავ. ერეთის ქუჩა ნომერი 40, მე-6 სართული, ბინა მე-16, ჩქარა, რაც შეიძლება ჩქარა. ახლავე. ლილი, შობიარე ქალთან მივდივარ, ჩაალაგე საჭირო ხელსაწყო. ალო, ქარხანა? თუ შეიძლება კაკაბაძეს ხორო. იარ კაკაბაძე ვარ. თქვენი მეუღლის დავალებით ვრეკავ. მერე? სასწრაფოს გამოუძახეთ? დიახ, სასწრაფო უკვე გამოვიძახეთ. ეხლა მოვდივარ. როგორ ხარ შეხ? მაშინ მე მეზობლის ქალს დაუძახებ, დაუძახ. ოღონდ მალე დაბრუნდი ბიძია გიორგი, თორე შეშინია. ნუ გეშინია. შეშინია მარტო. ახლა ვიაკავჭდები. დედას დაუძახე ბიჭო. დედას სახში არ არის.
სახლში არავინ არ არის? სახლში მე ჩიმდავარ. მაშინ დასდღო ერთი წუთით. ჩქარა შენი ჭირი. ოჩეღათ შეხო. ვაიმე ბიჭი გიორგი. სასტრაფო იგებს. ის გოგონათ. ოჩათ გოგო. საცრადა? ბიჭი გიორგი. კარადაშია. თეთრეულით და თეთრი ხალათით. თუ დაგვიანეს. შენ უნდა დამეხმარო შენი ჭირი. Nu geçin şöyle. Hakladı ya. Halat gidelim. Halat. Mişalet. Rakmışım. Ritki şöyle. Mişalet. Al şişe vardı. Mutlak. Ekim. Ekimi. Nu geçin. Hadi çemo kargı. რამდენი ხანია ეს ოჯახი შვილს ელოდება. აბა თქვენიც. თქვენ ქალის მამა ბრძანდები? არა, მე პოსტალიონი. წერილი მოუდავე. Так. ასეთი ამბავი დამხვდა. როგორ იქნება ბატონო საქმე? Nu geçiniet. ყველაფერი რიგზე იქნება. შენ ამბავია, კაი. ბიჭი შეგეცინა, ბიჭი. შენი ჭირიმე, გიორგი. შენი ჭირიმე რომ და კარგი ამის מחარობელი ხარ. ამოდენა სამსახური გამიწიეთ და ეხლა მიდიხარ? ეხა სამსახური გაგიწიე. აგერ ლამარას რომ არ ეყო ჩაღნადა. ექიმი არ მოეყვანა, მე ვერაფერი ბებია ვიქნებ. ვაჟიშვილი შემეძინა და ერთი ჭიქა არ უნდა დავდო. ვერსად ვერ გაგიჩვენებ თქვენ არ მოვიდეთ. ბიჭი გიორგი. მე წავა. აქცია დედაფელი. ხო? ხომ გითხარი და გიბრუნდება. აბა? წაჩი.
გიორგი, ეს მომავალ ფოლადის მდნობი. ახლა დაბადებულ შენს ვაჟკაცს გაუმარჯო. ისე როგორც დღემდე ჩანდა არ დავივლი ძველებურად ქუჩებს და მენა ჩემი ძველი თხავის ჩანდა ძველებურად ქუჩებს და მენა ჩემი ძველი თხავის ჩანდა მე თბილისის ყველა ქუჩა ვიცი ბრმად მივაგნებ ყველა სახლის გარეთ რახანია ძერილების ჩანთას და ნეგარიდან გარზე დავატარე ნეგარიდან გარზე რახანია წერილების ჩანთას და ნეგარიდან გარზე დავატარე ნატალია სადა ხარ კაცო მთელი ღამე სად არ გულებაზე ვარ ნატალია აქზე გეტყობა ვინო დაგილებია დამილერია ვერე გამოხდა გაწყვეტინეთ რაბე არა ვერ მოიქეცი ისე როგორც თქვენ გიკადრება დაბრუნებაში ისინი ჭირებეშე ჯობია ის მკითხო ჩანთავის ჩავაბარე ჩანთაო იცი ამბობ მინის სპორტელი ჩაგებარე გაუნათლებელი იყავი ნატალია და გაუნათლებელი დარჩი ისა ახლა ჯობია შენ ცივი წყალი მომიზადო და ახალი ტანსაცმელი სურათი ჭირი ვეშენი ზანდი დიდია გიორგი რამა ხასიათრე შენ რა მოგიყვა თქვენ სახელზე დეპეშა მოვიდა მოსკოვიდან გამგესწრებო რომ მე გადმომეცა თქვენ მოსკოვიდან დიახ აი დაგიკითხა გულით გილოცავ დაბადებიდან 75 წლის შესრულება და საბჭოთა ადამიანის სამსახურში გატარებული შრომის 50 წლისთან გისურვებთ ჯანმრთელობა პირადად ჩემგან საჩუქრად მიიღეს ოქროს ტარასი საბჭოთა კავშირის კავშირგაბმულობის მინისტრი ნატალია მოსკოვიდან დეპეშა გიორგი იცოცხლი შვიდო იცოცხლი მე უნდა წავიდე დიდია გიორგი დღეს რომ ჩემი პირველი დღეა დაჩი გაიხარე ცხოვრებაში ისე როგორც შენ მე დღეს გამახარე